მიდი, სადახარ, აბა? კარგი ხო, კარგი. წავაგე. ძალიან კარგი. აბა გიგო. ოღონდ კიდევ ვითამაშოთ. დააყენე თავიდან. არა, შეთან აღარ მინდა აზრია აქვს სუსტებთან მომბეზდ დათამაში. ვისთან? სუსტებთან. მე ვარ სუსტი? დიახ. მარიკა, კაი გენამის ხა. სუსტი ხარო, მარიკა, ეს სად იყო? მე რო დენდიზე სუპერ მარიოს თამაშობდი. პირველი რო ვიყავი კონტრაში რა მაგარი ვიყავი, ტანკებში მარიკა. მარიკა, ხომ მე ვარ ყველაზე მაგარი მოთამაშე მარიკუნა. ირაკლი, შენ ხარ ყველაზე მაგარი მოთამაშე მსოფლიოში. მოდი ხა გასინჯე, ნახე როგორი საჭმელი გაგიკეთე. გასინჯე აბა, ნახე მე მგონი მოგეწონება. ვერ დაიწუნებ ხო? რა იყო? წიწაკა ჰქონდა ბევრი? არა. საჭმელი იყო ცოტა. ეს რა არაჩვეულებრივი სადილი გაგიკეთებია, მარიკუნა. გავგიჟდი, ხო შეგძლებია, ჩემო ბეღურა, დედა რა გემრიელია. დათო, მოდი გასინჯე, იქნებ მეშლება მე რაღაცა. მოდი დათუჩა. არი რა მაცადე რა ხო ხედავ როგორ მივქრივა რა. შეუხვიე დათო. მე კარგი რა ირაკლია, სად შემახვევინეს რა? რასაც შეგახვევინე, სად? შენთვის ქალაქიდან გასვლა რო არ შეიძლება დაგავიწყდა. აი, კავდებოდა იქ მუნიციპალიტეტი. მოდი გასინჯე, მოდი. მოდი ნახე, გაგიჟდები ისეთი სადილი გააკეთა. არაჩვეულებრივი, აი ხაც გემო მაკპირში სასწავლ. მე. აბა? გასინჯე. მარიკა რა. მოგეწონა დათუჩა. ой მე რა იყო ისა? კარგი რა ირაკლი რა დამსვი ჩანდოც არიცი რა. მოიცა არიწვი. მოიცა, აი ხა ნახე წავალ. დათუჩა, იწება, გადიამანებე თავი. ვარიანტი არ არის ხა, ვითამაშებ და მე. ვარიანტი არ არის, რას დავაჭი რო არ მიდის. მოიცა. დამსვი რა არა, მოგკვდები და მე. აუ რა. მიდი რა ირაკლი რა გეხო. მოიცა, მოგკვდები და დააქვსავ მე. მან გადახდი ხა, გადახდი მან ნახე, გადახდი. მოგკვდი რა. ხოთე ხადი. არ ავდგები. როგორ არ ავდგები, იმიტომ არ ითვლება ეს. როგორ არ მომაკვდა შენ, მე თვითონ არ მოვკვდი შენ მომკალი. შენ რო შემახვევინე? მე რო შეგახვევინე შენ არ შეიძლება ქალაქი რო დაატოვო. მიდი კარიგა. ვა. დამარხვა ტარანდერები რა. ვინ არის დათო? დათო რა გჭირს? რა ჭირს ამ ბიჭს? გაჯათ. საშა კეჭაყმაძე საცხოვრობს? აჰა, ბატონო საშა, გენათვალე ცხოვრობს აი იქ. აი ის კარია. ნახეთ, უფრო მუქი, ძალიან ხო არ შეგეშალოს. აქ არ შეხვიდე ეს ზონა ძალიან საშიშია თქვენთვის.
გაიხარეთ. რა იყო რა? დაიყო. რა ვაიმე საშასთან არის. რა მაგარი გოგო იყო ირა, ჰა? ირა. ეს სასტრაფო იყო, ჰა? რა სასტრაფო? არ იყო ეს სასტრაფო, ასეთი მოკლე კაბიანი უნიფორმები ჩვენ არ გვაქვს. აბა საშასთან რა უნდა და ირა? მე რა ვიცი. ვა, საშა ნახე? აბა. ვაიმე, რა მაგარი, უნდა გავიდე. სამდე. მარიკა. რამე ძველი ძვალი ხუმარა გაქვს, ა? იმას კოსტუმას გაუტარე, გეხე. ნახავ რამე. მიდი გააღე, კარი კაცო, გააღე. საწავედი რა. გააღე, კარი გააღე. რა. გამარჯობათ. უკაცრავად საშა ბაბუა საცხოვრობს ხო ვერ მეტყვით. საშა ბაბუა? ვარ მე. გამოდი კაცო აქეთ, გამოდი რა. უკაცრავად. თქვენ ხართ საშა ბაბუა? საშა ბაბუა, გინაცოლე ცხოვრობს აი იქ. ოღონდ ძალიან გთხოვთ, აი არ შეგეშალოთ და ამ კარში არ შეხვიდეთ, ხო? იმიტომ რომ ეს ზონა ძალიან საშიშია თქვენთვის, ხო? ხო, აი იქ ცხოვრობს საშა ბაბუა. მაგიჯო. რა მაგარი გოგო იყო ეს ცირაკლი რა. მე? რა მე რა საშასთან რა. ვა, საშასთან რა. ადექი. აი, დამსვი. აი ხო, აი, უცბა, აი დგები უკვე. მათამაშე. შეუხვიე. ასლაცა ჩო. დამსვი. დამალევე თავი ხარ. მათამაშე. არა. შეუხვიე. არ დამსვავ, ხო? საშა საცხოვრობს? ბატონი საშა ცხოვრობს, გენაცვალე, აი იქ. მე ვეთქვი. აი ეხლა აგიხსნით დავითი აგიხსნით. დიახ, ბიძან. ეთინა, ხო, ეთო. ბატონო. სახში ხარ? ხო, თამრი. სამზარეულოში ვარ. სტაფილოს ხეხა. ხო, დილით წავიდა ჩემი ლაშიკო სავარჯიშოთ. ხო და 3 კილო სტაფილო დამიტოვა. ვარჯიშის მე რომ მოვა, შიერი ვიქნებიო და ფუხეხა. ისე კეთნა ჩავიდეთ მაღაზიაში შევამოწმოთ. რატო? ვაუჩ გადავამოწმოთ. რა ვიცი. კარი რა თამარა, 10 საათზე და 00 წუთზე ხო უკვე იყავი ჩასული შესამოწმებლად. ეგრე მე 8 საათზე და 00 წუთზეც ვიყავი შესამოწმებლად და შენ გეძინა, კარგი ეხლა. ვაიმე და გითხრა, მირეკავს თალიკო რომ ამოვედი მაღაზიიდან და რას მეკითხება, რომ მაღაზია მართლა თქვენ გახსენითო? საიდან გაიგო? საიდან გაიგებდა, ვინ ეტყოდა, ირაკლი, არ იცი რა მეტიჩარა. აი, როგორ არ მიყვარს, როგორ შეიძლება თამარ, რა ირაკლი, შენ არ უთხარი. აი, კეთინა ჩავიდეთ ხო მაღაზიაში? ვაიმე და შენ წამოხვალ ვახულხულ, არა ვახო მიდის შენ პირდა ჩემო პაწეწინა უნდა გიყიდო მაგნიტოფონიო და ხოთი სადაც უნდა იყიდო და როგორი? კი თამარ ვიცი. ესე იგი ირაკლიმ რო ტელევიზორი იყიდა არაიში, იმ მაღაზიაში უნდა ვიყიდო მაგნიტოფონი. და როგორი უნდა იყოს მაგნიტოფონი? როგორი უნდა იყოს და ესე იგი LG-ის ფირმის უნდა იყოს, უნდა იდებოდეს 3 დისკი, უნდა კონდეს დიდი დინამიკები, რადიოს უნდა იჭერდეს და უნდა კონდეს კასეტის ხო და რა ფერის? ფერი? რა ვიცი, შავი ალბათ, ხო? ხო და რო არ იცი არაფერი, როცა გელაპარაკები მომისმინე ყურადღები. ხო, კეთინო, ხო, წამოდი ჩავიდეთ, შენგან ჩავიდეთ. კი, შენგან. ბახო, გეხვეწები რა გემუდარები სამზარეულოში, აი თარო რაღაცა ისე ცოტა გასამაგრებელი იქნებ გაამაგრო და გემუდარები კიდე ლურსმანი მიაჭედე ხო სამზარეულოში. მიდი ლურსმები სამზარეულოში და ჩაფუჩიც. არ დაიწყო ხო აქეთ იქით სირბილი, მიდი. იქ არის, მიდი. რაც უნდა თამდენი ლურსმანი ამ სამზარეულოში.
ვა, თამარ, რა ლამაზი ხარ. ახლა სად არიან გოგოები? გვამოჩავიდნენ მაღაზიაში. რა არის ამ მოწამეში? რა არის? რა არის და პატარა ცოლი ხო ყავს? ხო, პატარა მაგნიტოფონი ხო გაქვს? ხო და პატარა სახლი მოგიტანე და შედით და იცხოვრეთ ხლიდან და გემრიადად, ჰა? რა უნდა იყოს მაგნიტოფონი მოუტანე კეთებას, სურპრიზ უკეთებ. ვა, მართლა? ой, ეს კიდე. მე ამაზე კარგი სყიდვას ვაპირებ. შენ რა იგიჭერს იმითა? არა, ვიცი, აქედან ჩანს კვეთიდან. არა, ისე ლაშა. აუცილებელია რა ესეთი. აი ესეთი აუცილებელია და სახში. აი მუსიკასთან ერთად მაინც საქმე სხვანაირად კეთდება რა დამიჯერე. მართალი ხარ, მართალი. აბარა, ეს მუსიკას ხო რო უსმენ, ხო ცოცხი სხვანაირად მოყვება ხელში. ისე, ვახო. შეამჩნიე შენ რა გოგოები მოძრაობენ ჩვენთან სადარბაზოში? მართლა, არა? არა. თამარი, ვახო. არა, თამარი ისა. ხმაური იყო და. აი. ლაშა, კეთევანი, ლაშა. დავიჯერე. მარიკა, მახსოვს, მარიკა, 3 მაწვი და 4 პური. გადაახსოვება უნდა ეხა მაგას, 3 ვა, სანდრო? რატო? 3 ხარ. თქვენთან მოვდივარ. ჩვენთან რა გინდა სანდრო? არ გახსოვს 3 წასულიყავი შენ? მე? ხო? 3 წასულიყავ. აი მე ახლა არ გამაგიჟორე. ეხა ისიც არ მითხრა, ვინ გამაგზავნა, ისიც არ მახსოვს. რას ვერ გავიგე. მარიკამ რო გაგაგზავნე, ეხა შენ არ გახსოვს? მე გამაგზავნე. ხო, ჩვენთან ხო იყავი და მარიკამ გაგაგზავნე. ეხა მითხრა, ისი გამაგზავნე, ისიც არ მახსოვს. არ მახსოვს. კარგი, ბოლოჯერ გიმეორებ სანდრო. 4 პური და 3 მაწვევი. გაგახსენდა? მე კაი, არ მახსოვდა. როგორ არ გახსოვდა ეხა? რა, არ მახსოვდა. კიდე კაი რო გამარჯობათ. გამარჯობა. საშა. მე საშას შვილი ვარ ლიზა. თქვენ აქ ცხოვრობთ? ოჩახ საშას. საშა არის ჩემი взрослый ძმა. საშა взрослый ძმა. აი მე შენ სანდრო მახარაძე არ ხარ? ეხა თუ მიცანი დამალვას რა აზრი აქვს, მე ვარ. გოგოებო, გამოდით, სანდრო მარგარინი უნდა გაგაცნოთ. ვაიმე, გლამური სანდრო! ვაიმე, სანდრო ეს მახარაძე? მე ლიზა ვარ. მე კეთა. შენ? მე ანი. ლიზა. დათო. კეთა. ანი. ლიზა. უკაცოთ მე თქვენთან ვიყავი უკვე ეხა. სანდრო, გიჟდებით შენ რეკლამაზე. ძალიან საყვარელია კიდე. სხვა ესე რა რეკლამებში ვიღებ და ვარ რა. მეც თეატრშიც ვარ მე. მეც და მანამდე ლონდონში ვსწავლობდი. ლონდონში? დიახ, მეც ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. ერთად სწავლობთ? დიახ და ხატავდით ხანდახან კიდევ ერთად. საყვარელი ყოფილი. ბევრად უფრო საყვარელი. ის მე ნადირობ. ნადირობ, კი. აი ხახას მოკალი ტახი. მოკალი? ცოდა. საწყალი, საცოდავი. ბოლომდე კი არ მოკალი. არა, ეს ხა ისე მე მივედი ავაკნე და გავუშვი. აი მე რა კეთილია. ой, ძალიან კეთილი. თქვენ არიცით კიდე მე როგორი კეთილი. და საღამოს რა შევთ, რასაპირებთ? საღამოს გვინდოდა რომ გავრთობილიყავით, მაგრამ საშა ბაბუამ არ იხმაუროთო და ცოტა უცნაური კაცია. ო, ცოტა.
ცოტა კი. ეხლა ვაპირებთ რომ წავიდეთ სადმე ქალაქ გარეთ. თქვენ ხარ წამოხვალ? აბა რას ვიზა? წამოვალ. არა, იმიტომ რომ ეხლა რატო იცით ეხლა აგიხსნით ჩვენ ხო ეხლა ძალიან ცნობადი სახეები ვარ და მოდიან ავტოგრაფი რაღაც წუხდებს ჩვენც უნდა გაიგოთ რა. არა გვინდოდა თქვენთან ერთად ყოფნა ნამდვილად. მართლა ჩემთან დაგპატიჟებ თუ ვარ საერთოდ სიძე შეგვიშვებს სახში. სიძესთან ცხოვრობ? სიძესთან რატო ცხოვრობთ ეხლა აგიხსნით მაგასაც სიძესთან რატო ცხოვრობთ თვითონ თხოვ თვითონ თქო რომ აი სანამ შენ ნახატებს გაკიდი და ცხოვრება საიწყობო და გადახვალო მანამდე ძალიან გთხოვ ჩემთან იცხოვრებ და შენ შეუსწავლ ძალიან კეთილი უზომოდ კეთილი ვარ აი ძალიან უზომოდ კეთილი აი რა ესეთი კეთილი ადამიანი ბოდიში ხო მარიგა მახსოვს ჩემი პროდიუსერია მახსოვს მარიკა 4 პო მე-4 და მესამე გასაგებია მე-4 და მესამე თაობის კომპიუტერი კარგი მე-4 და მესამე თაობის კომპიუტერი უნდა ეს ნათესავებს ვეხმარები უზომოდ კეთილი ვარ ძალიან კეთილი ადამიანი ვარ მოკლედ ეხლა ჩვენ ქვემოთ ჩავალთ და თქვენ ერთ საათში ჩვენთან შემოდით კი მაშინ ერთ საათში შევხვდებით აუ ისი საშას არ უთხრა რომ ჩვენთან შემოდიხარ თორე დაინახე ქეთა როგორ მიყურებდა? რას? მე მიყურებდა ქეთა, გასაგებია? მე შეგიყურებდა ლიზა. რა ნათესავებს ეხმარები? რა ვერ გაიგე ქეთა მიყურებდა მე. არა, შენ მიყურებდა ლიზა. ლიზა, რა ნათესავებს უყურებ? როგორი თვალებით მიყურებდა? ვერ დაინახე, გაოცებული შენ რა არ გაქვს თუ სამიწასული ყავი? სამიწასული ყავი. ვაიმე სტადური ხარ გამოგიჯე ხა არ გილაპარაკე ხა ჯერ სახში მე აქ ხა არ გაქვს თუ სამიწასული ყავი? 4 პურის 3 ის რა მაწონი. ქეთა გიყურებ. ქეთა მიყურებდა მე დიახ ხო? რა? ქეთა გიყურებ. ქეთა მიყურებდა წამოიღე ის შამპანურიც კიდე წამოაყოლე. წადი თუ სტუდია. სალომე მოდი ეხლა ამდენი დრო არ მაქვს ესე იგი მომისმინე ჩვენი მაღაზია უკვე გახსნილია შენ სალომე როცა მოგინდება დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლია მიხვიდე იყიდო რაც მოგეწონება სალომე რომც არ გჭირდებოდეს შეგიძლია შეხვიდე და იყიდო რაც მოგეწონება იცოდე არ მოგერიდოს თორემ ძალიან გვეწყინება ჩვენ არა აუცილებლად მივალ ხოლმე და ვიყიდე მაცადე ერთი წუთი მე არ დამისრულებია საუბარი დაჯექი სალომე ესე იგი ხო მომისმინე კარგად და ყურადღებით სალომე დღეს ჩვენ ვართ ორი ძალიან სერიოზული ობიექტის მფლობელები და კიდევ ხო მარკეტინგულათაც უფრო სწორი იქნება თუ ერთმანეთს რეკლამას გავუწევთ გესმის იცი რა უნდა ვქნათ შეხედე აი ესეთი ერთობლივი აქცია უნდა მოვაწყოთ მაგალითად სალომე მომისმინე ახლა ვინც ჩვენს მაღაზიაში შეიძენს 10 ლარის ღირებულების ნებისმიერ რამეს შენთან აი აქ ამ ბარში შეუძლია უფასო დალიოს ყავა სალომე დაუკვირდი ეს პირველ რიგში შენი ბარის რეკლამაა ხო კეთებად კარგად დაუკვირდი ეს ხო ერთობლივი აქცია რა თქმა უნდა სალომე ხო და ვინ ჩემ ბარში შეიძენს 10 ლარის ღირებულების იმას ყავა უნდა დაალებინო სალომე აბა რა შენ უნდა დაალებინო ყავა აბა ხა ჩემთან მაღაზიაში სალომე ვინ შემოვა ყავის დასალებად რაც ისულელია ხო და აი ციდან არაჩვეულებრივი ფასებია ჩვენთან სალომე აი ერთი წუთით მოიცადე ხო არა ესა აი ისა უკაცრავად გოგონ აი მაგალითად რა ღირს თქვენთან აი ეს ნამცხვარი 3 ლარი ხო თქვენ მივთვით გემრიელად შეგერგო ძალიან სასიამოვნო აი ჩვენთან აი ესეთი ნამცხვარი აი იგივე შეხედულების და ალბათ იგივე გემოს იღებს თუ რაღაც 2 ლარი ხო აი ეს იცით რა აქვე არის არაჩვეულებრივი მაღაზია ვაიმე არაჩვეულებრივი ფასები მაღალი ხარისხი ვაიმე მომსახურება რაღაც ფანტასტიკური
დღის ნებისმიერ დროს შეგძანდით და რაც მოგინდებათ იყდეთ. არაჩვეულებრივი როგორი მომსახურება, რაღაც ფანტასტიკა. დიახ, სალომე. უკაცრავად. ბატონო. ამ ყავას შაქარი აქვს? თქვენ მე მგონა უშაქრობით ხართ. ახლა მოვიდა. ვაიმე ბიჭი, ვაიმე ძალიან სასიამოვნო მე კეთებანი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო. ესე იგი ბიჭი და რა ხდება აქვე? აი სულ რაღაც ორ ნაბიჯში არის კორპუსი ულამაზესი, მე ქვევით არის მაღაზია, ფანტასტიკური ფასები. ესე იგი ეს უშაქრობა ხო? რაზეც იმოხდა? აი ესე შეგიძლიათ შეხვიდეთ, იქ შეგიძლიათ იყიდოთ შაქარი, 10 ლარის ღილებულების შაქარს თუ იყიდით, აქ ამ ბარში თქვენ უფასო დალებთ ყავას. გამოხედი ბიჭი. ხო და მე ეს გოგონა არის ჩემი მეგობარი, ძალიან კარგი გოგონა, ეს სიმპათიურიც, ძალიან ადამიანურიც, მაგრამ ხანდახან ავიწყდება შაქრის ჩაყრა ესე ყავაში და ამიტომ სად უნდა შეიძინოთ შაქარი? აბა გავიქცეთ და ვიყიდოთ შაქარი ბიჭი, გელოდები. მიდი აბა. აი ესე აქვე ორ იქ დაგხვდება ძალიან ეფექტური გოგონა. მე მგავს, ჩემნაირი ლამაზია. ხო და უთხარით იმ ლამაზმა კეთებანმა გამომგზავნა თქო. მიდი აბა შაქარს აკეთულობთ ბიჭი, აბა გავიქცეთ. ვაიმე ეს კიდე ახალი ცხოველი. გამარჯობა. ეს კიდე ახალი ცხოველით მოვიდა. შეჭამს ერთხელ რაღაცა. ნახე რა საყვარელი და საწყალი კატა. აიმე კატა ხო კარგი, მაგრამ ის ძაღლი დაუბრუნე პატრონს, ა? ვაიმე კეთება, იმ ძაღლს ყოლია პატრონი. მეუბნე. იმიტომ არ მომყვებოდა ეთყობა, იმიტომ არ მომყვებოდა. ვაიმე ის პატრონი კიდე იყო ისეთი ავი. იმდენი იჩხუბა, რას დაატარებ წინ და უკან ამ ჩემ ძაღლს მე. კეთენა ძალიან მტკივნეულით მაქვს ჩემთვის ასემილია. ვაიმე ის როგორი კარგი კატა, ვაიმე რა საყვარელი ხარ. ვაიმე როგორ გავს საშას კატას. ზედგამ ვაიმე კოსტუმას გავს. არა, კეთებანა ის უფრო საყვარელია. აბა ვაიმე არა, ანანო კარგად დააკვირდი, შეხედე, აი ნახე რა ზედგამოჭრილი აი ამის აქეც ზედგამოჭრილი კოსტუმას როგორ ნახე ვერ ისვენებს, ეხა ისი რატო ვერ ისვენებს, ეხა მას შია. შია. აი კეთება, მოდი, გაჭმევთ ეხა მოიცა. ნახე რა შია. როგორ ფიქრობ, სალომეს რძე არ ექნება? შენ არ იცი სად უნდა შეიძინო მაღალი ხარისხის რძე? აი მე კიდევ და იქვია რა გაგიჟდა გადავერ ხედავ. მოიცა გაჭმევ. კეთევან საწავიდა ეს ბიჭი. ვაიმე, 2 წუთში დაბრუნდება. შენ არ ინერვიულ, აი ხო 2 წუთში სალომე ჩვენ რა ასე შენ. სალომე, რძე არა გაგცოტა. ვაიმე არა, ანანო რძე არა, მაგრამ რძიანი ყავა რომ იყოს. არ მოეწონა, იცი, არაფრით არ დალია. სალომე, იცი რას ფიქრობ? მოდი დავტოვებ ამას შეთა და ბარში გეყოლება კატა. ვაიმე, ანანო, ხე კატას მივხედა თუ კლიენტებს. კატას. არ შემიძლია და არ მიყვარს კატები. აბა რა გიყვარს? რო ვიცოდე ხო რა გიყვარს? მაჩვები მიყვარს. მაჩვები. ხო, გიждდება, ერთი ყავს დიდი. იყოს ირბინოს აქ ცოტა ხანი მისმინე კეთება ის თქვენი გიგლა მე მისიჯება შემხდია შემაწუხა უკვე ძალიან იცი გიგლა რამინის გიგლა მე რა მიწერე გიგლას რა მოხდა გიგლას მიწერო რამის მიწერო ვის მივწერო რამის თავი დაანებე გიგლას მიწერე მიწერე არაჩვეულებრივი ბიჭი, ანანო გიგდა, ისეთი კარგი ბიჭია, ვაი მეზის საყვარელი, ლამაზი, სიმპათიური, მე როგორი მამულები, სატიპი, სათოხლი, სათესკი, რა ვიცი, არაჩვეულებრივი. კაი, კეთევანი ვიცი, ზეპირად ვიცი ეგ ყველაფერი, უკვე მე ჩამოგითვლით თუ გინდა. ხა, მე უნდა მიწერო, უნდა შეხვდეს. აჰა, და რას მეუნები ხა, კეთევანი რომ სამტრედიაში წავიდე გიგლასთან შესახვედრად? სამტრედიაში თუ არ, ვაიმე, ანანო, ესე არ შეიძლება ჩემო კარგო და ჩემო მეგობარო. ადამიანი თუ გიყვარს, ან შენ უნდა დათმო, ან იმან უნდა დათმოს, აბა ისე როგორ შეიძლება? თუ სამტრედიაში არა, შეხვდით რიკოცი ან სურამში. ხო, მე რა ესე სურამში ისეთი კარგი პარკებია, რაღაცნაირია, ესე გაისეირნებთ ამ პარკში, ნაზუქებს შეჭამთ, უფრო კარგად გაიცნობთ ერთმანეთს. იქ იმდენი ციხვია, უპატრონო ციხვები, ანანო, მე რა ამ ციხვებს ესე მოული რაღაც მე დაგიგო. ვაიმე შენ რა სანცარებ ამ ხელა გოგო იმდენი საქმე მაქვს მაღაზიაში. წავედი სალომე მე და ყავა დაალევინე ყველას. კარგად ანანო, კარგად.
მარიკა. და კარგია ახლა ეს მიხდება მხატავს? გიხდება, ირაკი, გიხდება რა. ოუ, ეს რე კიდე არ წასულა. ეს ვინ მოსულა? ეს ვინ მოსულა ჩვენთან? სადრინია მარიკულა, ძალიან ხო რა, ფოტოაპარატი მოიტანე რა, სანდრო მარგარინი გვესტუმრა რა. თქვენი ავტოგრაფი შეიძლება? ოღონდ ერთ ბაშად მომვარდებით ცალ-ცალკე მოდით. დიახ, გამომართეთ. ამაზე მოვაწერო? არა, ჩადილუდი ამოიტანე. მომეცი კაცო აქ მომეცი ერთი რა. აი, ხო ხედა. ნახე, რა დღეშია მეგობარი, გაჭირვებულია. ფული ამას არ აქვს, სახლი ამას არ აქვს, სამსახური ამას არ აქვს. წაიყვანე შენთან რეკლამაში და ამუშავე არეკლამე ესაც კაცო. რა რეკლამა? რა არეკლამე? რა. რა რეკლამა და ეხლა თურმე ეს გლამური, ხო? ეს გლამური ეხლა უშვებს ერბოს. ხო და გამოხვალ შენს ერბო გლამური ახალ ციხიდან. მე რა კარგი გამეცინა. მოვკისიცი ტენტენი ვიცნე, კუნთები დამეჭიმა. შეხო აპირებდი წასვლა სამსახური. დადი, არ მიდიხარ? ამას უყურე ერთი. მაგას მგონი მე უნდა გეკითხებოდი და ირა, კარგი რა გჭირს რა, ხო ხეიცი რომ სახლი გჭირდება რა, წადი რა თან ისინიც მალე მოვლენ. ვინ ისინი? რა. ვინ ისინი? ვინ ისინი და სანდრომ თხოვა რეპეტიცია მომეხმარეო სპექტაკლი მაქვს მალეო და ისო რა ქვია მე ვთხარი რომ მე ხავ ხატავ თქო მუზებს ველოდები მარიკუნა დროზე წავიდეთ ჩვენ თორე აქ იმდენი ხელოვანია შეკრებილი მე მგონი რენესანსის ხანა იწყება ჩვენთან დათო რა მუზებს ველოდები ნასვამი ხარ შენ ირა რა დაგემართა რატო გვიშლი ხელს წავიდა არსადაც არ წავალ სანდრო ამას უნდა უთხრა უკუღმა ირაკი არ წახვიდე დარჩი კარგი დავჩები და ვიქნები თქვენთან ერთად აქ აი აქ ვიჯდები არსად არ წავალ რა სპექტაკლია რა და კარგი სპექტაკლია კარგი კი შინაარსი რა დამიწყო ხა გამოცდები შინაარსი როგორ არა აქვს აბა აქვს შინაარსი საკმაოდ ღრმა აი ხა მოგიყვები გისმეთ ხო ეხლა რა ხდება აბა ერთ პატარა გამოქვაბულში ცხოვრობს სამი ულამაზესი გოგო ამათ პატრონობს ერთი ბოროტი მოხუცი ერთ დღესაც ეს სამი ულამაზესი გოგო გააბრაზებს ამ ზემოთ აღნიშნულ ბოროტ მოხუცს ეს ბოროტი მოხუცი გაბრაზდება უფრო გაბოროტდება და გამოყრის ამათ ამ გამოქვაბულის გვერდზე კიდევ არის პატარა გამოქვაბული და ამ პატარა გამოქვაბულში ცხოვრობს ორი ულამაზესი ბიჭი დიახ და რომ დაინახავს სამ ულამაზეს გოგოს რომ იმ ბოროტმა მოხუცმა გამოყარა ეს ორი კეთილი ადამიანი გადაწყვეტს რომ შეიფარონ თავის გამოქვაბულში მაგრამ ამ ორ ბიჭსაც ყავს თავისი ბოროტი მოხუცი გამოქვაბულში და ის არ უშვებს მოხუცი არა ბოროტი ყავთ უბრალოდ ბოროტი ხო და მე ეს ორი ბიჭი ვერ გააგდებს ამ ბოროტ სახლიდან რა ვაგდებთ მაგრამ ეს მის დამჯდა ძალიან საინტერესო პიესაა ძალიან საინტერესო მე მაინტერესებს შემდეგ მოქმედებაში რა ხდება მე გაგრძელება ბოლომდე არ მაქვს ხა მოფიქრებული ის რა ხდება და ის მაინც ვიცი ზუსტად არ წავა ის ბოროტი ეს ორი კეთილი ადამიანი ძალით გაგდებს ან ცემს ძალიან ცემს მაგ არაჩვეულებრივი სპექტაკლი დიახ მადლობ მე მომეწონა ეს აუცილებლად მოვალთ ამ სპექტაკლზე მე ელენე და სალომე არა არ მოხვალთ არც შენ არც ელენე და არც სალომე რატო მარიკა ირაკლი მზათავარ და წავედით ხო და მეც მზად ვარ და წავედით ძალიან კარგი დადით ახლა ხო ხართ მზად
კარგი, დათო, ბავშვები გაიღვიძებდნენ და წავალთ, რა გჭირს? ირა, რომელ საათზე უნდა მოხვიდე თუ კარგი? 10-ისთვის ალბათ. 10-ისთვის? რა გამახსენდა? 10-ზე იწყება ბარსელონას საუკეთესო გოლები. მართლა? ხო, აბა. მაშინ ცოტა ადრე უნდა მოვიდე ასე 10-20 დააკვდება. ირა, კაი, მე მიჯერებ, ირა. გადადეს. გადაიდო. გოლები გადაიდო. უკვე გადანილი გოლები გადაიდო. ძალიან კარგი. კარგით, ხო, კარგით, თუ წაგიყვანთ, რა გატირებთ ვერ გამიგეთ, წაგიყვანთ. თქვა რომ წაგიყვანთო, დედიკომ და მამიკომ. ტირიან მარიკა ბავშვები კიდე თორე ბებიასთან წაგვიყვანეო რა. რა ქენი დათო, მაინც გააღვიძე, ხო? მე როგორ გავაღვიძე? აბა, მე რომ არც საერთოდ ყოფილ შიგნით. არ ყოფილ ხარ, ხო შენ ხა იქ შიგნით, ხო? არ ყოფილი ვარ, კი არა და რო შევიხედე და უკვე ჩასრულები იყვნენ და ტირობდნენ. კიდევ 10 წუთი და მუზები მოვლენდა. აი მე რა ირაკლი რა გეხვეწები რა. წადი რა. წადი. არ სადაც არ წავალ. აი აქ უნდა ვიჯდე ამ სკამზე. აი როგორ ეთყობა რომ თავრობაშია, როგორ უჭირს სკამის დათმობა? ამას უყურ ერთი რა დღეშია ეს მარგარინი რა. არ წავალ. აი აქ უნდა ვიჯდე. გეხვეწები და კარგია? კარგია რომ გინდა ვიღაცა სახლიდან წავიდეს და არ მიდის? ჰა? როგორი ყოფილა? ხო კარგი ყოფილა? წედი, ჰა? ჰა? ხო კარგია? ხო და არ სადაც არ წავალ. ვიქნები რა. მოდი, ანა, სადიპოვე ეს ლეკვი. მე თამარიცი რა საწყალი იყო. ქუჩაში იდგა მარტო თავისთვის ფიქრობდა რაღაცას და კაციშვილი ყურადღებას არ აქცევდა და წამოვიყვანე. ვაიმე! მაგნიტოფონი, ვაიმე, რა ქმარი მყავს რა. ოღონდ რაღაც ვინატრო და ეს იგი ყველაფერს აჩენს, რამე გავივლო მარტო გულში, ჩემი ჯინი, ჩემი ფეტვის მარცვა. აიმე, გილოცავთ, სამარ გილოცავთ, იგი ძლიms არ გეღირსათ. უი, გილოცავთ, ამოვიღო. მიდი, ეხლა ამოიღე, რა სალაპები. ცოტა ხანი დავეხმაროთ ახლა თამარს. ვიდეო, რა სიმძიმეა რამხელა თამარ. ეხლა აი ჯერ მარტო შეხედე რა. შეხედე. სადეს. კეთევანი და ლაშასავით არიან. უი, კიდე ბოდიში არ მინდა და არ მინდა. ხერა, აუ რა მაგარი. გავიტანოთ? ხო, მოდი. თამარ, ოდიცი მაშინ რა მინდა რა გთხოვო. არის ყუთი თქვენ ხო აღარაფერს შეღარ გჭირდებათ. ეს ყუთი? ხო. არა საჭიროა. მოდი. მოდი, სახლი ვიშოვეთ. ეს გავწიო. მოდი, ის ჩავსვათ აქ. მოდი, ვაიმე, პატარა ნახე ჯამიც უყიდე. შეხედე, როგორი აი პატარა და საყვარელია რაღაც. ხო, თამარ შესავიდა. უკაცრავად კიდე შემეშავა. საყვარელია თქო, მოდი შესავით. და თამარ, შენ ასეთი საყვარელი ხარ. ცოტა რძე გექნება. ვაიმე, რძე არა მაქვს. ანუ მაგრამ ძირა ქვემოთ გაიხსნა დიდი ესეთი სასურსათო მაღაზია, მარკეტი. ხო და იქ ყველაფერი იყიდება, ვაიმე, არაფერს ყიდვა რო არ გინდოდეს. ისეთი მომსახურებაა ჯერ მარტო ყველაფერი ძალით აი გეყიდვინება. თქვენი მაღაზიაზე ამბობ? თუ იცოდი ახლა რას მალაპარაკებდი. ესე ჩავიდე და უთხრა თამარმა გამომგზავნა რძე მინდა თქო. ხო, ჩადი. რძე აიღე, მე მიდი სალაროსთან გადაიხადე და თქვი რომ თამრიკომ გამომგზავნა თქო და მე ხო წამოიღე ესთან წამოიღე ამას დააფარე. დავაფარეთ, მოდი, აი თავს უმთხავს. ხო, და ესე და იმას რომ იმას იზამ რა ქვია.
წამოიღებთ გამოაყოლე პური, მაკარონი, ბრინჯი მინდა, ყავა მინდა. წამოვიღო ყველაფერი? წამოიღე და იმას ქენი, მე წამოიღე. დახუჭე. კარგად დახუჭე. მე ხილად. მოიცა ჯერ არ გაახილო, ხო არ იყურები? არ გაახილო ჯერ. სად მიდიხარ კეთება დამაცად ერთის. აი ასე გადეკი. მოიცა ჯერ არ გაახილო თვალები. როდის გავახილო? დავჯდე. აბა, კეთება. მიდი, გაახილე თვალები. იქით ხო დაგაყენე იქით. ვაიმე რამხელია, ვაიმე ლაშა. აუ რა არის? აბა თუ გამოიცნობ რა არის კეთება. აუ რა არის? მითხარი რა მოიცადე? ვაიმე, რაღაც ხმა გამოდის. ხმა გამო აბა რა იქნება? აუ ნეტა რა არის? აუ ნეტა რა უნდა იყოს? აუ რა არის? ნახე. ვაიმე, თქვენც მოხვედით, მეც მოვედით ზემოვიტანე. ოჯახარანოელ დროული იყო. მე შეკეთებარი თქვენ მაღაზიაში აი ძალიან ძვირია ყველაფერი რა. აი შან. შენ ცოტა დაფიქრდი რა ზრიებს ლაპარაკო. აი შემეშალა. არა, ისი ხმა მინდოდა, იცი ქეთევანი რომ სხვებთან შედარებით აქ არა მოკილი არ გამოვიდა. არა, იცი რა უნდა მეთქვა ქეთევანი. როგორ გაძვირდა უმერძე უნდა გავხსნა მაპატია ქეთევანი. ვაიმე, როგორი საყვარელია და პატარა. განაირად არის პატარა ყველაზე დიდი რაც იყო მაღაზიაში ის ვიყიდე და არ მოგეწონა. ვაიმე, როგორ არ მომეწონა, ძალიან მომეწონა, ლაშა გიფიცები. ვიცოდი რომ მოგეწონებოდა, ვიცოდი. თან გარანტიაც მოგცეს. 5 წლიანი ასე მითხეს არ გაგაწონებთ. ლაშიკო რაღაცნაირად ესია და მოწყენილია. ჩართე და გამხიარულდება. მე ვიცი ახლა ამას რაც გამხიარულებს. აბა დავასხადა. რატო ჩასხი? ანანო რძე რატო ჩასხი შეგეცანა? შეიძლება ამისთვის რძე შეიძლება ცოტა პური შეიძლება სოსისიც შეიძლება ძალიან კაი მოხარშული. ხო. რა ვიცი მე მითხეს მარტო დისკიო და. კეთება, მე ლეკვი არ მიყიდია შენთვის. საწავიდა ის მე რო უყიდე კეთებას. შენ რო უყი. რა საყვარელი. ხაბარ მაგაიტანა ვახომ მიყიდა მე ჩემი საჩუქარია. კუჩი რაც იყო საწავიდა. ხამარ ის საჩუქარი თურმე ქეთევას უყიდა ლაშამ შენ რომ გეგონა რომ ლაშამ რა შეიტანე მე მიდი და გამოიტანე. ეცა და გაიგე. რა თამარ როგორი ხმარი მყავსო პეტუიო ალადინიო რა. გოდი ალა და ვერიგებს რაქნას. კარგი თამრი შენ და ესეც გასაყვარელი. დაწყვეტი თამრი დამოიტანე. არის პრობლემა. მე რა მოხდა თამრი? შენ მაგაზი არ ნერვიულო. აი მოაქსხა და მე მომეცი მე ბახოც ერთ შენიერ დღეს მოიფიქრებს და გიყიდის. როგორ აწია? და ის მშვენიერი დღე რომ მოვა სანამ მოვა რას მოусმინო. რას მოусმინო და აგერ ლეკვი წაიყვან, ეთი რა კარგად გქონდა. კი, თამარ, წაიყვანე და არც დენი დაგეხარჯება დენსაც დაზოგავდა. იქნები ისე წყნარად, რა ვიცი. კარგია, შენ მეშვი. რა მაგარია. მომეც. გოყოცა დიდი მაგარი. მოგეწონა ხება. ძალიან მომეწონა, რა მაგარი. ხო და მოკლედ აი ესე დამთავრდა ეს ისტორია იმდენი ვიცინეთ ამ ისტორიასთან დაკავშირებით რომ მოკლედ აი ესე დავიხოცეთ უკვე მურჩა აუ სანდრო ხავეწე
კიდე ერთხელ გთხოვ. მიდი რა სანდრო გეხვეწები. მიდი რა სანდრო რა. ხო, კარგი. აი შენ თუ მთხო. დემთხო. მარგარინი გლამური. დია სახლისების გემრიელი საიდუმლო. ძალიან მაგარი გავგიჟდ. ეს არის ნიჭი არის? გამონტაჟი. ნიჭი არის? აი ნიჭი. რა არაფერი ჩვენ სანდროსთან გვინდა ცეკვა მეც არა მოდი ჯერ კი არ ვიცოდოთ ჯერ დავლიოთ და მერე უკვე მოვაგვაროთ ამდენ ოჩაკ სანდრო ხო მე ხა მივხედავ იმას და მოვა ხო ой გლამუ რომელი ხარ შამპანური თუ გოგის ღვინო რომელი ჯობია აუ ღვინო არა რა ეხა შენ გაიგე იქ მე რა ვთქვი კი საშას შვილიშვილია მოგეთ ხა გამზადე ხო ეს ყველაფერი და წამოიდი ხო ნორმალურად ის როგორც იცხოვ მე მანამდე აქ ხო და მოკლედ ხო კიდე ერთი ისტორია მინდა მოგიყვეთ ესე იგი ტყეში წავედით სანადიროდ რეკლამისთვის დავჭირდა ეს თემას ვეძებდით საერთოდ რეკლამისთვის ახლა ტყეში დიახ რეკლამის სანადიროდ ტახზე შეგეშინდა? ტახი ის როგორ გეკადებათ? იქით ეშინიათ ტახებს შემდგომ. მაგრამ უცბად გავიხედეთ ტახის მაგილოთ რაც ვხედავ. რაც. ნამდვი? აბა ეხლა სათამაშოს ვიდაგინდები შედაწყვეტ. ტყეში. ხოდამ ესე რო გავხედე ასე უკენი. და აბა მოვიდა შამპანური. გლამურული შამპანური მოვიდა. რაც აკეთებ სანდრო? რაც აკეთებ? წაიღე ხა უკან წაიღე არ მომწოს ეს რაღაცა ალბიხარო. ნივერიო. მიდი, გადი ეხა ყინული დამანახეს. უკაცო. ნუ გიშლიხეს. ყინული დამანახეს სანდრო და წამოიღე. გადაგანახო? ყინული თვალებში აი ესე და დადე იქ. აი ეს კოჭა აი ეს. აბა მივირთვით. რა კარგ დროს შემოხვედი ირაკლი ხარ. რა კარგ დროს შემოხვედი ხა ჩვენ გავდივდით რეპეტიციას. თქვენ გააგრძელეთ მუშაობა, გააგრძელეთ ეს ყოჭა. ხოდა აქ ეხლა ზუსტად ამ დროს უნდა შემოსულიყო X პიროვნება. ვიღაცა ვითომ რა და ეხლა ჩვენ გვეფიქრა რომ აქ ვიღაცა შემოვიდა. აქ შემოხვედეს ძალიან კარგი რომ შემოხვედი ეხლა შენ და აქ X-ის მაგილოთ იქნება შენ. ხო ირაკლი ეხლა ხო შემოხვედი. ეხლა უნდა იკითხო აქ რა ხდება. მე გეტყვი რომ სად რა ხდება. შენ მეტყვი რომ აქ რა ხდება ესენი ვინ არიან. მე გეტყვი გოგოები არიან რა ვერ ხედავ თქო და შენ ამ დროს ამბობ ტრიალდები და მიდიხარ. ვერ გავიგე. თუ ბევრი ტექსტი თქმა არ გინდა, მარტო თქვი და წადი. კი ბატონო.
გამარჯობა. გამარჯობათ, ლიზა. ირაკლი, ქეთა. ჩხეიძე, აი, მინისტრის მოადგილე. ესე იგი, რეპეტიციობთ. კი, აბა. რეპეტიციობთ. ძალიან კარგი, რა მაინტერესებს იცი, პრემიერასაც აკაპირებთ? კაცრადა. დიახ. თქვენ მართლა მინისტრის მოადგილე ბრძანდებით? არა გენაცვალე. არა, მე ხელოვანი ვარ. მე ვარ ამ დასის სამხატვრო ხელმძღვანელი. რა თქმა უნდა, ბატონო დავით. ჩვენ ვახო არ გვყავს დაკავებული ამ სპექტაკლში? როგორ მოუწევთ ბატონო ირაკლი? როგორ მოუწევთ ამ ხილად თეატრი გაბარიათ ბატონო ირაკლი? როგორ მოუწევთ? არ გახსოვთ უკრაინაში რო ვიყავით გასტროლებზე, იმ შემდეგ ვახომ დაანება დიდ თეატრს თავს. როგორ არ მახსოვს? როგორ არ მახსოვს? ოე, მარგარინა. გამატარე ერთი. გაცავთ მე ეს აი იქ დიახ გაცავთ ირა დაგისხა შამპანი აი შამპანი ისევ შამპანი კამფეტივით ღვინო მაქვს გოგოებო კამფეტივით ღვინო და რაღაც შამპანურს მასმეა ირა სპეციალურად ჩემთვის აბა მიდი ირაკლის ღვინო ყველაზე კარგი და კამფეტივით ღვინო ხოდა გოგოებო სტუდენტი ვარ მოსკოვში მივფრინავთ მე გოგი დიმა რამაზა და დიდთავა გია ოე კომუნისტ ვაცადე რა ახალგაზრდებს რა მოიცა რა ერწუთი რა რამაზა ვთქვი კი და დიდთავა გია. დიმა დიმა. გოგი გოგიც ხო მივფრინავთ მოკლედ და რამაზას წამოღებული აქვს 20 ლიტრიანით ესეთი დაწნული ბოცით ღვინო ხო ასე თვითფრინავში საზურგეზე მიაყუტა რა ასე დადგა რომ თვითფრინავი რო აფრინდებაო ასეო რა ეს საზურგეზე და არ ჩამოვარდებაო რა იმდენი კი ვერ იფიქრე რომ თვითფრინავი მე ასე დაფრინდება გამარჯობა. მარიკა და ლეო ღვინოს? ვიცა სანდრო, ვიცა. რეპეტიციო ვქთ, ხო? გაცოთ მე გავილი ხო მარიკა რეპეტიციობთ ესეთი სპექტაკლია არა ჩვეულებრივი პიესაა მარიკა ეხლა შენ რო შემოხვედი ზუსტად უნდა შემოსულიყო მსახიობი შედგდები ის მსახიობი შენ შემოდიხარ აბო ფინარია მე გეუბნები გოგოები შენაა და გადიხარ ხო თუ ის არის რა ქვია ადაპტირებული ვარიანტი გვაქვს მეორე მარტო ას ამბობ და გადიხარ ის ხوار გავიდეთ ხა. ეხლა ნახე სპექტაკლში. შენ მართალი ხარ. თქვენ ვიბრძანდებით. აბა სუ. ეს კულტურის სამინისტროდან არის. დიახ. მე ვარ კულტურის სამინისტროდან და სეზონი დაიხურა. დაიხურა ჩვენ სეზონი? მაშინ ჩვენ გავართ. მართალია. წავედით ხულისებში, ხულისებში აბა? წავიდა. 1 2 3 არაფერს. აბა? მოდივართ. მაგნიტოფონი წამოიგე ჩემთან ძველ სახში აღვთ მიდი ჩქარჩქარ. რა? მე ვეუბნებოდი, წადით მეთქი. ის წამოიღო დაწნული ბოცა რამაზან თქო პრაქტიკულად ვეუბნებოდი წადით თქო. და აბა სხვა რაზე უნდა იფიქრო დაწნულ ბოცაზე მე წამოვწევ. შენ სად მიდიხარ?
რეპეტიციაზე მიდივარ. ეგ რეკვიზიტი დატოვე, ხო? ეს მეღი ხა? ოღონდ აი თვითონ ავი სახში დროზე მოდი, ხო? დიახ. დასაჯე მარიკა, დასაჯე მაგის ბრალი აპარატი. და ლუდი ამომიტანოს ბევრი, ლუდი. შენ რა დაწნულიო? წადით მე. ხო, მოდივარ მე. აი მე გეხოცები რა ქეთორა. მათხოვე რა, დაგიბრუნებ ხო იცი არა ჩემი კარგი რა დათორა გეხვეწები რა ეს ახალია და ვერ გათხოვებ დათუნა. აი ეს ძველი წაიღე, აი ეს გაფუჭებული. წაიღე, გააკეთებინე და მე ისე უკან მოიტანე. გეხოცები მათხოვე რა, დაგიბრუნებ რა. გეხვეწები რა დათუნა გეხვეწები. თან უკვე მეძინება, მე წავედნო დავიძინო. კარგად დათუნა გეხვეწები, ამას ხელი არ მოკიდო, თორე მეწყინება. ვიძინებ! თამრი შენ ხარ? დადეგ მაგნიტოფონი და შემოდი შენთან საქმე მაქვს რაღაც უნდა მოგიყვე. დაგიხმარები მე. მე შევიდა შენთან გინდა? აი მე მინდა. ხო, შენ თორე მიდი გაართე? გაართე. შენითა და მე ხმარ ვარ გაიგოს. ხმარ მაგლა ელაპარაკე რომ მე ეგრევე შევიდა შენთან. მიდი. კეითუ! ხო! რას მეუბნებოდი? ხო და კიბეზე ჩავდი, მაგრამ ეს და ესე ოцеп შემხვდა და მე უთხარ.